ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და სისხლის სამართლებრივი დევნა წინასწარი პატიმრობის გარეშე. 4 მუხლი, 8 პოლიტიკური ლიდერი და 36 ტომიანი საქმე. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, პოლიტიკოსთა განცხადებები, ექსპერტიზის დასკვნები. საქმეში დევს ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საუბრის აუდიო ვერსიაც, რომლის ავთენტურობაც პროკურატურამ სხვა ბრალდებებთან ერთად სასამართლოში უნდა დაადასტუროს. ადვოკატებისთვის გადაცემული მტკიცებულებების მიხედვით აქციებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზება რაციების საშუალებით ხდებოდა. პროკურატურამ უარი თქვა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა იმ ლიდერების მიმართ, რომლებიც უკვე ციხეში არიან სხვა ბრალდებებით. ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძის კი სასამართლომ გირაოდ მილიონი ლარი შეუფარდა. მუქარი შემცველი წერილი გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილმა, ის სხვა პოლიტიკოსების მსგავსად ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ხოლო მართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოში ამისამართებს ყველას, ვისაც სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 4 სხვადასხვა მუხლითაა კვალიფიცირებული. კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გითხრეს, რომ ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაცია მუდმივი. აღნიშნული ფარული აუდიო მასალა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის 36 ტომიან საქმეში, რომელიც 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ აღძრა. მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ედავება. საუბარია საბოტაჟზე, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაზე. როგორც მთავარ საგამოძიებო უწყებაში ირწმუნებიან ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფების დავალებებით მოქმედებდნენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს და ასევე საქართველოს საჰაერო საზღვარი გამოყენებული იყო რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მისაწოდებლად. პროკურატურის განმარტებით აღნიშნული ქმედების მთავარი მიზანი ხელისუფლების უკანონო მეთოდებით შეცვლა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დასანქცირება იყო. დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შევკარით და რაღაცებს უგზავნით გადასამოწმებლად, რაღაცებს უკვე თქვა დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ. და წინა ჩასვლაზე სადღაც 1-2 თვის წინ თქვეს, რომ მუშაობენ მათ შორის ამერიკელებთან და ბრიტანელებთან, რომ ეს სანქციების თემა დაძრა, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ ამერიკელებისთვის ეს სანქციების თემა არის ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, ანუ როდის დაიწყონ, როგორ დაიწყონ, არ დაიწყონ, რა მოყვება შიგნით და ასე შემდეგ, ანუ ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ამას, დიდი ძროები იქნება, ვიდრე ხა უკრაინამ რო გააკეთოს ეს. თუმცა კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას. დასავლეთში არის აზრი, რომ სანამ ბიძინამდე მიხვალ, ბიძინა უნდა იყოს ბოლო წერტილი, რომელიც მოიტანს შედეგს. რო თქვა რაღაცა ლუკაშენკოს ვარიანტი არის, ხო, просто დასანქცირებული ხდია და არაფერი არ იცვლება. უკრაინელებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული და შემთხვევაში უკრაინელების კიდევ მომავალ რაღაცა მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვენ ჩვენთან რაც აინტერესებდათ იყო ეს ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ეხლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები, ეს იყო მათ მნიშვნელოვანი თვითონ ახსენეს ეს ამბავი რა, რომ მაგაზე თუ დამატებით რაღაც ინფორმაცია მოუწევთ თუ დადასტურდა როგორც რაღაცა არისო, ეგო შეიძლება გახდეს საფუძველიო კონსენსუსის ტერიტორიულ კავშირში, რომ სანქციები გამოვიყენოთ. მტრული საქმიანობის დისპოზიცია მოიცავს უცხო ქვეყნისთვის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის ისეთ საქმიანობაში დახმარებას, რისი მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა. ზუსტად ასეთ საქმიანობაში ჩართვას ვედავებით ბრალდებულებს. ეს არ არის სატელეფონო საუბარი, ეს არის ადამიანების შეხვედრა. აქ საუბრობენ ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, თუ რა დავალება მიიღეს ამ უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირებისგან. ოპოზიციონერი ლიდერების აღკვეთ ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ და ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თითოეულს აღკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძეს ამ შემთხვევაში მხოლოდ წინა სასამართლოს ხდომის თარიღი განისაზღვრა.
ჩვენ ვითხოვდით ორი ბრალდებულის, კერძოდ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მილიონ ლარის გამოყენებას. ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც მოიხსენებათ, ვითხოვდით მხოლოდ წინა სასამართლოს თომის ვადის განსაზღვრას, ვინაიდან ეს ბრალდებულები, სადაც ზოგი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის საჯელს განაჩენის საფუძველზე, ეს ბრალდებულს აკვეთი ღონისძიებად შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო და იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ქართულმა ოცნებამ წარმოდგენილი ბრალდებით, როგორც იურიდიული კვალიფიკაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით, ასევე ბრალდების ფორმულირებით, რაც პროკურორმა შინაარსი აღწერა, საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს უკრაინა და დასავლეთის ყველა ის ქვეყანა, ვინც დაასანქცირა ადამიანის უფლებათა დარღვევებში ხილებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც ამის პასუხისმგებლები არიან. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არანაირი მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ მსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს აგვიყენა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. გარდა სამართლებრივი კონტექსტისა, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსები საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. იმ პარტიებში, რომელთა ლიდერებსაც დღეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ფიქრობენ, რომ საქმე აბსურდულია და თუ ჩანაწერში გადაცემული ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ეს საქმე ხელისუფლების მხრიდან სამშობლოს ღალატია და ასეთ დროს არათუ სანქციები, არამედ შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ელენე და თვალშთები ზურას საუბრობდა, რომ შესაძლოა დრონები, ირანული დრონები მიდიოდეს რუსეთში საქართველოს ტერიტორიიდან. ეს თუ დადასტურდა, ეს არის სამშობლოს ღალატი. ეს არის ღალატი სამშობლოს, როდესაც ამ ტერორისტულ ომში, რომელიც რუსეთი აწარმოებს, საქართველოს არა მხოლოდ მხარეს დგას რუსეთის, არამედ გამოდის, რომ შეარაღებას აწვის. ეს არის სამშობლოს ღალატი, თუ ეს დადასტურდა, და ამაზე რა თქმა უნდა რეაგირება უნდა მოხდეს, არა მხოლოდ ვიღაცის დასანქცირება, არამედ უნდა ადამიანებს უნდა გამოკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუ ამას ვინმე ჩადიოდა. რუსული დიქტატურის პირობებში სხვა რა დარჩენია ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ელიტას, თუ არა წინააღმდეგობა, ერთიანობა და მათ შორის მეგობრების დახმარება, იმ მეგობრების დახმარება, რომელიც ივანიშვილმა მტრად გამოაცხადა. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, გუშინ და გუშინწი არის პარანოიული ბოდვების კრებული და მეტი არაფერი, არავითარი ბრალი ამას არ შეიძლება ეწოდოს. ნაცობა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას. ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ჩანაწერს. ქვეყნის პირველი კანონმდებლის შეფასებით ქმედება, რომელსაც გამოძიება ოპოზიციონერ ლიდერებს, ედავება სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ არის მოქცეული. ცხადია, სასამართლო დადასტურება ჭირდება ყველა ბრალდებას, თუმცა ის, რომ ეს ადამიანები, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი რადიკალური და რეაქციული ანტიქართული აგენტურული ძალის წარმომადგენლები, წლების განმავლობაში საბუთაშ უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციებს, ხდებოდა პირდაპირ სააშკაროზე იმის თქმა, რომ მათ სურთ საქართველოს ჩართონ სხვადასხვა რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დაუძლებელ პრობლემატიკაში. ეს ყველაფერი ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. მუხლები, რომელიც წარდგენილი აქვთ ამ პირებს, იცით რომ პარლამენტის მიერ გაზაფხულზე გატარებული ცვლილებებით მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ, რომელიც თავის დროზე სწორედ ნაციონალურ მოძრაობამ გააქროს სისხლის სამართლის კოდექსისგან იცოდნენ თავისი მოღალატეობრივი ბუნება, არ უნდათ რომ ხდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე და სამშობლოს ღალატის მუხლი ექნებოდა წარდგენილი. ასე რომ ეს ჩანაწერები, ეს ბრალი სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ დღისით, მზისით 21 საუკუნეში ვაკვირდებით ჩვენ ადამიანებს, რომელიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს. ნაცობა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა. ნაცობა ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას და იმ პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა შენ ემსახურები შენ ქვეყანას თუ ემსახურები სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის მსახურებას არ ქმევ საკუთარი ქვეყნის მსახურებას. რომ მკითხოთ ამას სიტყვიან, რომ მე რა თუ რომელიღაცა უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით რაღაცაში, მე რა რომ ამას ვაკეთებ, ამას ვერაცნობიერებენ.
საქმეზე, რომლითაც გამოძიება ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს საბოტაჟის და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ელენე ხოშტარიას საბოტაჟის აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი საბოტაჟს ედავება წინა სასამართლოს ხდომა 25 დეკემბერს არის ჩანიშნული. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს მილიონიანი გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვთ განსაზღვრული, რომლის უზრუნველსაყოფადაც ოპოზიციონერი ლიდერები არ გამორიცხავენ უძრავი ქონების შეთავაზებას. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.